თბილისის საგუნდო მუსიკის მე-16 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ლევანდელ ფორუმზე 8 მაისის ჩათვლით 11 კონცერტი ჩატარდება. მრავალფეროვან რეპერტუარს მსმენელს როგორც პროფესიული, ისე სტუდენტური გუნდები გააცნობენ. კონცერტები დედაქალაქის სხვადასხვა საკონცერტო და ექსპერიმენტულ სივრცეშია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის არსებობის მანძილზე მასში მონაწილეობა უკვე 90-მდე ქართულმა და უცხოურმა კოლექტივმა მიიღო. პროექტის მთავარი მიზანი საგუნდო მუსიკის ტრადიციების შენარჩუნება და ქართული საშემსრულებლო ხელოვნების განვითარება. თბილისის კათოლიკურ ტაძარში ძირითადად ახალგაზრდული გუნდების ჯერი დგება, როდესაც უმაღლესი სასწავლებლების ან კიდე სხვადასხვა სტუდიების გუნდები წარმოაჩენენ თავიანთ ხელოვნებას და მე მინდა ხაზი გავუსვა იცით რას, რომ არა მარტო შემსრულებლები, თვითონ მსმენელებიც ძალიან ახალგაზრდები არიან. ის რეპერტუარი, რომელსაც ეს ახალგაზრდები მასპინძლებენ მსმენელს, ეს მათთვის ალბათ კიდევ უფრო მეტად ესეთი საინტერესოა. სასიხარულო არის ის, რომ დებიუტანტი გუნდებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა მეორედ იღებს ამ ფესტივალში მონაწილეობას. ჩემთან ერთად გუნდს უდირიჟორებენ ასევე კონსერვატორიის სტუდენტები და ძალიან მნიშვნელოვანი არის სტუდენტებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი, ასეთი პოპულარიზაცია. ჩვენ წავდექით ჩვენი ქვეყნის რამდენიმე გამორჩეულ გუნდთან ერთად, მათ შორის გორის ქალთა სახელმწიფო გუნდი გახდათ, ეროვნული სასახლის ახალგაზრდული კაპელა ფესტივალში პრემიერა შედგა ასევე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობას იძლევა ეს ფესტივალი სწორედ საქართველოში არსებული საგუნდო კოლექტივებისთვის და ის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს საკუთარი შემოქმედების დემონსტრირებისთვის.